ვარ საშა კურბანოვის 7 წლის. სწავლობ მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ხატვა და კითხვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. ერთი თვე ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ჩემი მწვრთნელია თორნიკე ბურგაძე. ის არის მშვენიერი, კეთილი და ხიარული. მე ვარ მარჯვენა მცველი. ყველაზე კარგად გამომდის შორიდან დარტყმა. ჩემ კარიერაში მაქვს გატანილი 39 გოლი. ერთი გოლი გამომიდა ყველაზე ლამაზი. რომ შორიდან დავარტყი, ყველას ეგონა რომ არ ვარტყამდი. და მე ბოლოს რომ მარჯვენით რომ დავარტყი, აგერ ამ ფეხით 100 დავარტყი და 100 წავიდა გოლი. მე ძალიან მინდა რომ ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. ნაკრებში ალბათ ვითამაშებ 17 ნომრით. 6 წლის რომ ვიყავი, გადავწყვიტე რომ გამოვსულიყავი ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი რონალდო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდია ბარსელონა. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერას რომ დავამთავრებ, მე გავხდები ხატვარი. ხატვა ახლა ძალიან მიყვარს და ჩემი ვისწავლე. როგორ ვისწავლე და ერთხელ ტელეფონს მიყურებდი და შევეჩვიე. ყველაზე ხშირად ხატავ სახლს, კოშკს, ლომს, ვეფხს. ყველაზე ძნელი არის კოშკის დახატვა. ყველაზე ადვილია ლომის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის წითელი და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ ის ვარდისფერი ჩემი არ არის ფავორიტი. ვარდისფერი გოგოებს მოსწონთ, ბიჭებს არა. ნახატები არ გამიყიდია, მაგრამ სოფელში მანდარინებს ვყიდი. მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს და ახლა მაქვს სათიცარი. იმიტომ ვაგროვებ რომ შვილებს ვაჩოქ. მე ვარ კარგი ბიჭი და მყავს ლამაზი შეყვარება. ცოლს რომ მოიყვან ვიქნები 18 წლის. შვილებს დავარქმევ საბას და ანანოს. ორივე ბიჭს დავარქმევ საბას. ჩემს ცოლს დავარქმევ ანანოს. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კეთილები და ყველაფერს ერთმანეთს ვინც დარჩება ერთმანეთს თხოვნით. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია თეოდორე გელაძე. ყველაზე ჭკვიანია ერეკ. ყველაზე მშვიდია საბა. ყველაზე ცელქია გეგა. მე ყველაზე ნიჭიერი ვარ და სიმპათიური. ახლა მინდა რომ ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ ვიქნები ყველაზე სიმპათიური და ყველა გოგოს მოეწონები. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელია ერინკა. გვარი მახსოვს, მაგრამ დამავიწყე. იმიტომ მიყვარს რომ ყველაზე მშვიდი არის ლამაზი და ჭკვიანი. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა და და. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა. სულ მალე უკვე ველოდებით ძმას. ჩემი და არის 5 წლის და ქვია მელისა. ის არის ლამაზი, მტირალა და ჭკვიანი. ჩემი აზრით რომ გაიზრდება, გამოვა ბაღის მასწავლებელი. მამიყვარი სიმპათიური მსოფლიოში ყველაზე მაგარი და ასევე ყველაფერს გვისრულებს. დედიკოა ლამაზი, მუშაობს სკოლაში და ყველაზე ჭკვიანი და გონიერია. მე და დედა ერთად მუშაობთ. მე ვსწავლობ და დედიკო მასწავლებელია. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის იაკობ გოგებაშვილის იგავ-არაგები. მე რომ მწერალი ვიყო და წიგნს დავწერდი კეთილი მშობლები. შემაყვარა კითხვა, ჩემ თვითონ მოვიფიქრე, რომ გავიზარდო და ჭკვიანი ვიყო და ბეჯითი. ჯადოს ჯოხი რომ მქონდეს, ყველაფერი რაც საქართველოშია, გადავაქცევდი ოქროთ. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პორტუგალიაში. წინა მონაწილეემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავუფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავუფრინდებოდი თეოდორე გელაძესთან ერთად. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება და მარე რომ ჩემი ძმა დაიბადება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.